მინდა პირველ რიგში სოლიდარობა გამოუცხადოთ რეალებს და მის თითოეულ თანამშრომელს. ის რაც დღეს მედიაში ხდება, კლასიკური მაგალითია თუ რა რეჟიმი გვაქვს საქართველოში, ხო? მედია პლურალიზმი არის დემოკრატიული სახელმწიფოების მთავარი სავიზიტო ბარათი. თუმცა დიდი ხანია საქართველოს დაკარგა ეს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ნიშა და პირდაპირ რაღაც უტოპიურ რეჟიმისტულ ქვეყნად ვიქეცი და აი ამ გზაზე ეს რაღაც ბოლო წლები უფრო დაგვირგვინდა და ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მედიასაც დაეტყო. თუ ჩვენ კლასიკური მაგალითია რა რომ შევხედოთ ესეთ სტილის ქვეყნებში როგორც საქართველოს ჩამოყალიბდა რეჟიმისთვის მათი ტელევიზია არის უპირველესი ან რომელიც მათ პროპაგანდას ესე აქტიურად აშუქებს და ნებისმიერ ასე ვთქვათ ტყუილს ასაღებს სიმართლედ. ნებისმიერ მათ ქმედებას არასწორ კარგ ზოგადად ნებისმიერ რეჟიმის უქმედებას ხალხამდე ადამიანებამდე მიაქვს როგორც დადებითი მოვლენა. და არ უნდა ისმოდეს არსად კრიტიკული აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ. ესეთი მედიები რა თქმა უნდა პრივილეგირებულები არიან, დაფასებულები არიან, როგორც ფინანსურად და სხვა, თან მნიშვნელოვან საკითხებში მათ აქვთ პრივილეგიები. პირველ რიგში ფინანსურ საკითხებზე რო ავიღოთ, ხო და თრიალეთი აი ამ ტიპის ტელევიზიებს არ მიეკუთვნება, არ არის ესეთი ტიპის ტელევიზია, რომ ნებისმიერი პროპაგანდისტული ნარატივი გაუშვას სახელისუფლებო და კრიტიკა არ ისმოდეს. პირიქით თრიალეთის სავიზიტო ბარათია კრიტიკული ასე ვთქვათ აზრების გაშუქება მოსახლეობაში და კერძოდ მთლიანად შიდა ქართლის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელევიზია, რომელიც რაღაც უკვე 10 წლეულებია აი ამ საქმეს არის ჩამდგარი და რა თქმა უნდა ეს დღევანდელი რეჟიმისთვის არის პრობლემა, იმიტომ რომ მათი პროპაგანდა არ შუქდება და რაც მთავარია არის კრიტიკული აზრი. კრიტიკული აზრი შეიძლება ეს რაღაცა პირადი კრიტიკული შეხედულებები არ იყოს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათთვის კრიტიკული აზრი არის ის, რომ თუნდაც ქუჩაში მოხუცი ადამიანს არ აქვს რაღაცა პენსია არ ყოფნის სწამლებისთვისაც კი ეს რომ შუქდება თრიალეთზე, ესეც უკვე პრობლემაა. არა თუ რაიმე რაღაცა კერძოდ ხელისუფლებისთან დაპირისპირებული ოპოზიციაში მყოფი ადამიანი. არა, ანუ ნებისმიერ ჩვეულებრივი მოხუცი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პენსია არ ყოფნის სწამლებში, ესეც კი პრობლემაა. იმიტომ რომ ესეც კი არ უნდა შუქდებოდეს, რომ არ უნდა მივიდეს ხალხამდე, რომ ხო რაღაცა ეს თურმე გაჭირვებული ადამიანები არსებობენ. აი ასეთი ზუსტად ასეთი სწორხაზოვანი პოლიტიკური ამინდით საზრდოობაც და საბჭოთა კავშირიც, ხო, საბჭოთა კავშირში მათი იდეოლოგები ამბობდნენ იმას, რომ რაღაცა ყველა თანასწორია და გაჭირვებული ადამიანი არ არსებობს და ასე შემდეგ. დღეს სწორედ აი ამ ხაზს მიყვება ქართული ოცნების ხელისუფლება და რა თქმა უნდა ის სატელევიზიო სივრცე სადაც კრიტიკული აზრი ისმის მიუღებელია და ყველანაირად ყველა კუთხით ასე ვთქვათ რეპრესირებულს ხდის.